მოგესალმებით დღევანდელ ჩვენ გადაცემაში დემოკრატია თუ ოხლოკრატია ვისაუბრებთ დავით გარეჯის თემაზე. ჩვენ ვიცით რომ გამოჩნდა სხვადასხვა რუკები, რითაც ჩვენ არა მარტო ჩიჩხიტურის როგორც იტყვიან მონასტერი და იქ კოშკი კიდევ უფრო მეტი ტერიტორია გვეკუთვნის, ეს მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგია და ჩვენ გვესმის საპატრიარქოს განცხადებები რომ ამ რუკების შემდეგ ჩვენ სხვა პოზიციებს დავიკავებთ, ამაში სულს ნამდვილად ვერ ხედავ, თუმცა აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ნაწილი საზოგადოებისა ვერ ვიტყვი, მაგრამ მედია საშუალებებისა, ექსპერტებისა, რომლებიც გვეუბნებიან რომ თურმე ახლა ამის დრო არ არის და ახლა ამაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან კონფლიქტში არიან შესულები და იქ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩვენ მოვიწვიეთ დღეს სასაუბროთ ამ თემაზე ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე, ადვოკატი, იურისტი, ჟურნალისტი, ბლოგერი. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მადლობას მოგახსენებთ რომ მომზადეთ დღეს ჩვენთან გადაცემაში. მოდით დაგისმოთ პირველ შეკითხვას ასეც თქვენ. აი ეს რუკები გამოჩნდა. ამ რუკები ჩანს რომ თურმე ჩვენ 3500 ჰექტარით მეტი ტერიტორია გვეკუთვნის. მაგრამ გამოჩნდნენ პიროვნებები, მათ შორის ახლა აი სახელებიც არ მინდა ესეთ დავასახელო, მაგრამ უნდა დავასახელო აი წესით ასეთი სახელები მოღალატეების სიაში უნდა ეწევს. იქ დავით ბერძენიშვილი, რომელმაც ნახეთ რა თქვა, ის კი არ თქვა რომ მაგალითად ეს სწორია, არ არის სწორი, რა რუკაა, ხო? აი 3500 ჰექტარისთვის ჩვენ აზერბაიჯანს უნდა ვაწყენინოთო. და ეს არის 1 კილომეტრი 35 კილომეტრზე. 3500 ჰექტარი წარმოიდგინეთ რა. აი რა შეიძლება თქვათ აი ამ თემაზე, რას ფიქრობთ? რატომ დადგა მთელი მედია საშუალებები პრაქტიკულად? არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ან მთლიანობაზე აქ არ არის საუბარი, ან საქართველოს ტერიტორია მთლიანობაზეც არის საუბარი, იმიტომ რომ თუ რაღაცას წაგართმევენ, მშვიდობიანად წაგართმევენ, თუ ავტომატით წაგართმევენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს, ხო, თუ ჩამოგაჭრეს, ხო? ანუ ჩვენი ტერიტორიების გასხვისებაზე აი მედია საშუალებები და ექსპერტები იმას კი არ ამბობენ, რომ მოდი ჩვენი პოზიცია დავიცვათ, რაც შეიძლება რაც გვეკუთვნის ის და არა მოდი გავატანოთ რა, ვაჩუქოთ ვიღაცას, კარგად იყვნენ. აი რა სიტყვით, აი რა ხდება? ნონსენსი არ არის ესა? ვიცით რა შეასაქმე. ეხლა აი რაღაცა ქმედებას, როდესაც ჩადის ადამიანი, იმას აქვს თავისი რაღაცა მოტივი, ლოგიკა. აი ადამიანი ადამიანსაც რო კლავს, მოტივის გარეშე არ კლავს რა. თუ ეს არის, მაშინ ის კაცი ფსიქიკურად შეურაცხადიანი. როდესაც შენ ქვეყანას ღალატობ და როდესაც ანტისახელმწიფო ქმედებას ჩადიხარ, ამას აქვს ორი ახსნა. ან შენ ეს ქვეყანა გეზიზღება და ვერ იტან და არ გიყვარს, ან მეორე რაღაცა გარკვეულწილად ფინანსური დაინტერესება ხარ და მუშაობ უცხო ქვეყანაზე. და ეს ეხლა ახალი არ არის ჩვენი ქვეყნის ისტორია, რო გადახედოთ, ყოველთვის ქვეყნის მოღალატეები იყო სავსე, დიდ კონსტანტინეს აქვს ნათქვამი, რომ ჩვენში რა ქვია, ამდენი მოღალატე ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოღალატე ყავსო, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებსო და ყოველთვის თუ მარცხდებოდით, ღალატით მარცხდებოდით, ხო? და ეს ხალხი ალბათ ჩემი აზრით მუშაობს აზერბაიჯანულ თურქულ სპეცსამსახურებზე. აქ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი უკვე წარმოდგენილი არის გარკვეული ორგანიზაციები, ფირმები, მე მათ ვეტყოდი რომ ესენი არიან სოკარელები. სოკარი არის აზერბაიჯანული სახელმწიფო ესე იგი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და მე ვფიქრობ რომ გარდა იმისა რომ ის აწარმოებს, ანუ რეალურად აქ ნავთობის შემოაქვს, მისი საქმიანობა შესასწავლია სხვა კუთხითაც, იმიტომ რომ მე გარკვეული სხვადასხვა ინფორმაციები გამაჩნია რომ ამ სოკარის საფარქვეშ ძალიან ცუდი რამე ხორციელდება ჩვენი ქვეყნისთან დაკავშირებით. და აი ამ სოკარში ყავს ნაცმოძრაობა შეყვანილი თავისი ძალიან ბევრი აქტივისტები, ხეთაგურის სხვათაშორის თავის დროზე ერთ-ერთ პოსტს იკავებდა. შემდგომ ასევე მათ შეიძლება გარკვეული დაფინანსებაც იყოს აქ, დაფინანსების წყაროები. იმიტომ რომ როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ შენ ლაპარაკობდე, რომ ჩვენ ნუ დავძაბავთ სიტუაციას აზერბაიჯანთან, ნუ შევქმნით პრობლემებს. ესე იგი რა ვქნათ, ვაჩუქოთ აბა ეს ტერიტორიები. აი ამ ხალხს მინდა ვკითხო, რა ვქნათ? ჩვენ ვარკვევთ ჯერ ჩვენ შინაურ მოღალატეებს, ვინც არასწორად მუშაობდა
აი ამ კომისიაში. ანუ ჩვენ შიდა საკითხებს ვაგვარებთ. ჩვენ ესე იგი შიდა მოღალატეები არ უნდა დავსაჯოთ და ესე იგი აზერბაიჯანს უნდა შევუთანხმოთ. აი რა არის აქ ლოგიკა, სად არის რომ ესე იგი თურმე აზერბაიჯანს არ უნდა ვაწყენინოთ, რა შუაში აქ აზერბაიჯანი? ჩვენ ვარკვევთ იმას, ვინ არასწორად მოქმედებდა და არასწორ მოქმედებებში გამოიხატება ის, რომ არასწორი რუკები იყო წარმოდგენილი და ეს დამტკიცებულია უკვე პროკურატურამ წარმოადგინა ამ შესაბამის მტკიცებულებები და ეს ხალხი არიან აზერბაიჯანის და თურქული სპეცსამსახურები. მე იმიტომ ვიძახი აზერბაიჯანი, თურქული, რომ ორივე ეს ქვეყანა არის ფაქტიურად თვითონვე ამბობენ, ჩვენ ვართ ორი ერი, ერთი სახელმწიფო. ბატონო ნიკოლოზ, ეს ხალხი არის ერთიანი პოლიტიკა აქვთ ამ ორ სახელმწიფოს. აი ჩაუშოღლუს გააკეთა ამას წინათ განცხადება, რომ აზერბაიჯანი არის თურქეთი, თურქეთი არის აზერბაიჯანი. ესენი უკვე არც მალავენ იმას, რომ ერთად არიან. ის დავით გარეჯის უკანა, როგორც ყარაბაღის უკან დგას თურქეთი, ისევე დავით გარეჯის უკან იმალება თურქეთი. დავით გარეჯის უკან ალიევის მოქმედებები რო ჯარი შემოიყვანა, სწორედ თურქეთი იდგა. რომ საქართველოსთან ურთიერთობები დაძაბულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ აი ეს არ აყვა ამ თამაშს, ანუ ჩვენ ხომ შეგვიყვანა ჯარი იმათმაც რო შეიყვანეს და ჩვენ აღარ წავედით პროვოცირებაზე, თორე შეიძლება ის კონფრონტაცია, თორე შეიძლება ყარაბაღის კონფლიქტის მაგვარი კონფლიქტი აქაც ყოფილიყო, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევიყვანდით ჯარებს, მე იქ რაღაცა შეიძლება გასროლა, გამოსროლა მოხდარიყო და შეიძლება დაწყებულიყო სამხედრო კონფლიქტი. და ჩვენ კიდე ისეთი შერეღება და ისეთი მხარდამჭერები არ აგვყავს და სომხეთი თუ უკლავდება მაგალითად დღეს შემოტევებ ჩვენ ნამდვილად ვერ გავუკლავდებოდით იმიტომ რომ თუ სომხების უკან რუსები დგას ჩვენს უკან არავინ არ დგას და ჩვენ გადაგვრთელავდნენ ადვილად ანუ კიდე ერთხელ ვიმეორებ ამიტომ ამ თურქული აზერბაიჯანული სპეცსამსახურების წარმომადგენლებია ის ხალხი ვინც ამას ლაპარაკობს თუ რაღაცნაირად შეიძლება შეგეკუთვნის ტერიტორია აი მე მინდა აი უნამუსო მოდი მარტივად თქვა გეკუთვნის არ გეკუთვნის ხო გაქვს შანსი რომ განიხილოთ. რატო ვიხილავთ? არა, აქამდე ჩვენ წამგებიან პოზიციაში ვიყავით. თან ეს ხალხი არის დოკუმენტალურად არის დამტკიცებული, რომ აპირებდნენ ამ ტერიტორიების გადაცემას. ეხლა ნინო კალანდაძე, რომელიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნიკა რურვა კულტურის მინისტრი, ამბობდნენ, რომ ჩვენ ვთმობთ ამ ტერიტორიებს. ანუ ესენი აპირებდნენ. ეხლა სააკაშვილი გამოდის და არა, ჩვენ კი არ ვთმობთითო, არამედ პირიქითო, რაღაცა მოლაპარაკებები ქონდაო ჩიკაგოს სამიძეო, რომ პირიქითო ჩვენ უნდა გაგვეცვალო. მაშინ თუ უნდა გაგეცვალო, რატო აცხადებდნენ შენი მინისტრები? რა მინდა შეგეკითხოთ ნიკოლოზ რა არის ეს ხშირად აი ამ საუბრის დროს ოპონენტები ხმარობენ აი ეს სიტყვას რომ აი აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობარი ეს მოდი მარტივად რატომ არასდროს არავინ არ დაჯდა და არ საუბრობს ერთ საინტერესო თემაზე რა ნიკოლოზ რა და მინდა თქვენ გკითხოთ აი ამ თემაზე რა ვის უფრო ჭირდება მოდი მარტივად ავიღოთ სტრატეგიული ურთიერთობა ხო აზერბაიჯანს თუ საქართველოს ხო ჩვენ აზერბაიჯანისგან მარტო ამ გას იგივე ვყიდულობთ რა და საკმაოდ არც თუ ისე იაფად რა მოდი ესე ვთქვათ რა და ყველა კორიდორი აი ესე მარტივად რო ვთქვათ სავაჭრო კორიდორს ყველანაირად იყენებს აზერბაიჯანი რა რომ არა საქართველო და ეს სავაჭრო კორიდორები აზერბაიჯანის საკმაოდ რთულ ეკონომიკურ პრობლემებს მიიღებს და საქართველოსთვის რა იგივე გას მართლა იგივე რუსეთიდანაც იყიდეს ახლა ზოგმა შეიძლება დაიწყოს რუსეთი ვიყიდით გას მართლა ახლა გამათბობელს ქართველი კაცი რუსეთიდან მოწოდებული გაზი ჩართავს იმიდან რა ქვია აზერბაიჯანიდან თუ კიდე სხვა ადგილიდან ხო რა მნიშვნელობა აქვს და სულ რა არის ჩვენ ვაპელირებთ რომ აი აზერბაიჯანი რა მეგო აი რა სტრატეგიულ თანამშრომლობაზეა საუბარი აი მაგიტომ ლაპარაკობ ესენი არიან მოღალატეები ვინც ამბავს ამას იმიტომ რომ სად უნდა წაიღონ ის გაზი ხა რუსეთთან ვერ გაატარებენ იმიტომ რომ რუსეთი არის მათი კონკურენტი და რუსეთის რო გატარდეს ეს რა მადლობა უნდა გითხოს ყიდულობთ რა სომხეთზე ვერ გაატარებენ იმიტომ რომ ომი აქვს ერთადერთი დარჩა საქართველოს ხო სხვაგან სად უნდა წაიღონ ეს გაზი ხო და ჩვენ მთელი ყველა ხელისუფლებები ლაპარაკობენ რომ ჯერ რა სტრატეგიული პარტნიორია კაც აი რო თქვათ ეხლა რა ხერეთი წაგვართვეს კახეთის ხელა ტერიტორია წაგვართვეს ხო და ხმას არიღებენ წაგვართვეს მე 30000-იანი მოსახლეობა ჩამოიყვანეს 8000-ზე იქ მიდის ნამდვილი აი ავიცი გენოციდი ყარაბაღში მიყავთ ისინი რა ქვია ახალგაზრდები ხო ნუ ჩვენი ორი კაცი უკვე ოფიციალურად გარდაიცვალა და კიდე არ ვიცი რამდენი გარდაიცვალა და ანუ ესე იგი იქ მიდის ნამდვილი აი საშინელება ქართველებთან მიმართებაში აი ამ მოღალატეებს მინდა ვკითხო აი ამ ნაცმოძრაობას მის სატელიტებს და იმ ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს აქ რო ბოდიში მეჩეთზე იხსნება იქ ეკლესიები რო არის დაკეტილი რატო ხმას არიღებთ ამას ქართველების
ჩვენისთვის არანაირი პირობები რო არის შექმნილი. ქართული ოცნება უკვე ისა ნიკოლოზ უკვე 8 წელიწადზე მეტი. ქართული ოცნება რატო არაფერს არ აკეთებს? გეტყვით მე ქართული ოცნებაც დამნაშავე ამ საკითხში, მაგრამ მე სხვათა შორის აი ეს გარეჯის თემა რო დაიწყო, ხო? აი მე მამავებთან მქონდა გარეჯის მამავებთან საუბარი და ისინი ამბობდნენ რომ აიო შენ ერთი რამე იცოდეო, როგორც კი ჩვენო დავიწყებთო აქტიურ დაპირისპირებასო აზერბაიჯანთანო, აი ესენი ყველა გამოვლენო ეს ტელევიზიებიო, ეს ნაცებიო, ყველანიო და დაგვიპირისპირდებიან და მე არ მჯეროდა ეს. რანაირად შეიძლება მეთქი ხარ როგორ შეიძლება დაგვიპირისპირდე? როგორ ამ საიტში შეიძლება დაგვიპირისპირდები? ნახე შენო და აი როგორც მათქვეს ისე ახთა ყველაფერი. ქართული ოცნება ეხლა რა თქმა უნდა დამნაშავეა იმაში რომ აქამდე უნდა წარმოედგინა ეს ყველაფერი, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, მაგრამ როცა ამდენი მოღალატე ყავს, ქართულ ოცნებასაც გაუჭირდება. იმიტომ რომ თქვენ ხედავ რა ხდება ქვეყანა. ყველა ტელევიზია, ყველა პარტია, ის მარტო ნაცები კი არა, აი მაგალითად ყოფილი ნაცები, იმ დღეს მარიამჯაში გამოვიდა და ჩვენო გამოძიება უნდა შევაჩეროთო და როცა ლელოც გამოვიდა. არ ხო ეს ლელო და ყველა ესე იგი გამოდიან და ესე იგი ამდენი მოღალატე რო ყავს ქვეყანაში ოცნება კი არა ზვიად ესე იგი რა არის იცით რუსეთი თუ წაგვართმევს ტერიტორიას თუ და ვიყვიროთ არა და დანარჩენი ვინც კიდე წაიღოს რუსეთი ეს ერთი და თან რუსეთის აგენტია ის ვინც ამაზე ლაპარაკობს უკვე მათი პრეამბულა ეს არის ვინც გარეშე ისავს ეს არის რუსული თამაში ესე იგი გაგიჟდები რა ის რომ არის თავიდანვე საქართველოს მიწას ესე იგი სხვა ხო არა თურქეთთან მიმართებაში კიდე თურქეთი რასაც ახორციელებს აჭარაში რომ ესე იგი ისლამიზაციის პროცესი მიდის ამაზე არავინ არ საუბრობს და ეხა მე ამ ხელისუფლებას მინდა უთხრა როგორც გარეჯზე ეხლა გვიან გამოიფხიკეს ყურები აჭარაში რაც ხდება იქაც უკვე რეალურად მოსაფხეკია ყურები და ჩვენ უნდა ერთი რამე ვიცოდეთ მიდის საქართველოს დაპყრობის პროცესი დასავლეთ საქართველოს დაპყრობას თურქეთს აზერბაიჯანს აღმოსავლეთ საქართველოს ეს არის მათი გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ისინი მიდიან ეს არის გარდაუვალი პროცესი თუ ჩვენ ამას წინ არ აღუდგებით და ვიღაცას რო გონია რომ აი გამოვა თურქეთის ელჩი და იტყვის რომ ჩვენ ვცემთ თქვენს ტერიტორიულ რა ქვია მთლიანობას პატივს და რაღაცა ესე აცხადებდნენ ძალიან ბევრი დამპყრობლები საქართველოში მაგრამ რეალურად სხვა რამე საკეთებდნენ დავით ოღლუმ აგრეთვე ესე იგი ერდოღანმა არაერთხელ გააკეთეს თავიანთ გამოსვლებში აქცენტები რომ ჩვენ ეხლა ჩვენ ჩვენს ტერიტორიებს ანუ თვლიან თავიანთ ტერიტორიებს საქართველოს მაგალითად და სხვა კიდე ოსმალეთის იმპერიის ქვეშ ჩვენ დავიწყებთ არა ომით არამედ მშვიდობიანად და მშვიდობიანად იპყრობენ ისინი ტერიტორიებს უკვე ეკონომიკურად ყველა ესე იგი ობიექტებს ისინი ისაკუთრებენ იდეოლოგია შეხედეთ როგორია ყველა ტელევიზიები ყველა პარტიები მაგათია ბაქოში სუბსიდიებზე მუშაობენ თურქული მაღაზიები რომ გააკოტრონ ქართულები ხო და ეხლა რა ხდება დაპყრობა ესე ხდება მე აქ დემოგრაფიული მდგომარეობაც იცვლება კატასტროფულია სააკაშვილმა შემოიყვანა თურქეთის მოქალაქეებს მისცა მოქალაქეობა და ძალიან მალე იქ აჭარაში შეიცვლება სიტუაცია და აქ იქნება ბულგარეთის მაგალითი ბულგარეთში მაგალითად 20-30% არის პროთურქული პოლიტიკური პარტიები ანუ პარლამენტში არის პროთურქული პარტიები და 30% არის უკვე თურქული და ეხლა აი ამ ყველაფერში უკვე ისე მიდის ეს პროცესები რომ ჩვენ მარტო აი ამ თურქულ აზერბაიჯანულ აგრესიას მარტო ვერ გავუმკლავდებით ამას უფრო დიდი მოთამაშეების ჩართვა სჭირდება და როგორც ჩანს ჩაერთვებიან უკვე ჩვენ გავხდებით ძალიან მალე მომსწრე იმისა რომ აქ დაიწყება ძალიან მძიმე პროცესები და ეს დაწყებულიც არის ყარაბაღში რაც ხდება ჩვენ ხედავთ ხო ეს ყარაბაღის ამბების შემდგომ უკვე თურქეთი ჩვენსკენ გადმოვა იმიტომ რომ და აზერბაიჯანიც იმიტომ რომ თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ეხა ალიევი და ერდოღანი რომლებიც ლამიც ეხა იმპერატორებად და სულთნებად გვევლილებია ჩვენ რუკებს დაუდებენ და რუკებს დაუდებას იქნებენ დაუწყებენ ისინი ანგარიშის გაწევას ისინი ანგარიშს ამას არ გაუწევენ თუ არ იგზნო თუ საქართველოს უკან არ იქნება ძალა ჩვენ მოლაპარაკების მაგიდის ქვეშ მარტო თუ იქნებით ხო ვერაფერს ვერ მივახცევთ ამიტომ ჩვენ უნდა ყავდეს ზურგი კიდევ ჯერჯერობით ჩვენ არ აქვს ეხლა კიდევ ერთხელ სომხეთი დღეს გადათელილი იქნებოდა რომ არა რუსეთი ეხლა ყარაბაღის კონფლიქტი როდეს თუმცა სომხები იცით ესე ართულიან და ამბობენ რომ ჩვენ თვითონაც ვერაფერს ეხლა ჩვენ თვითონ ხო არ იტყვიან ეხლა თუმცა ომით მაგრად ომობენ არა ეხლა სომხები ომობენ კი მაგრამ ეხლა
მოდი ხა იარაღი ყველაფერი. ხო უზე ხელი დავიდოთ ეხა მარტო სომხეთი ვერაფერს ვერ იზამდა და ეხა უკვე იცით რა პროცესები მიდის იქ რომ მიდის სოფლიოში ახალი პროცესები ანუ რეალურად ეხა რა ხდება ყარაბაღში არსებობს ასეთი გარკვეული პოზიციები და ეს უკვე ამის დამუშავება ხდება რომ პაშინიანი რომელიც იყო სოროსის გარკვეული გამოცდილი როგორც სააკაშვილი სპეციალურად გარკვეულწილად მუშაობს იქითკენაც რომ სწორედაც ყარაბაღი დათმოს აზერბაიჯანმა ეს ხათაშორის ლევონ ტერპეტროსიანსაც აბრალებდნენ რომ მას უნდოდა ეს და შემდგომ იმიტომ მოხდა იქ პარლამენტში შეჭრა და იქ მთელი ამბების აწევა და არსებობს ასეთი ვერსია და შემდგომ თუ კი სომხეთი დაკარგავს ყარაბაღს რეალურად გავლენის სფეროში, იმიტომ რომ შემდგომში იქ დაიწყება საუბარი სომხეთში უკვე როგორც საქართველოში ამერიკული ბაზების შეყვანაზე. დღეს ერთადერთი სომხეთი არის რუსეთის გავლენის რუსული ბაზები ამ რეგიონში არის მარტო სომხეთში. და თუ ესე განვითარდა ეს პროცესები, რუსეთი მიიღებს ძალიან მძიმე შედეგს. ეხლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რუსეთი. მას ეხლა აქტიურად დაჭერა მხარის თან უნდა, მაგრამ თან აი ამ პაშინიანის გაურკვეველი პოზიციები მას აპყოლებს, იმიტომ რომ პაშინიანი ორმაგ თამაშს თამაშობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ხშირად ჩადიან ერევანში, ისინი რაღაცა იგივე საფრანგეთის წარმომადგენლები და ესე იგი გარკვეული ბინძური თამაშები მიდის იქ. სომხეთშიც არის გარკვეული ის განწყობილებები, როგორც იყო 2003 წელს საქართველოში, როდესაც ისინი მაგალითად გამოდიოდნენ და ისინი ვერ წვდებიან რა პროცესებში არიან ჩართული. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ შეიძლება აქ ძალიან კარტი აჭრილია ძალიან ცუდად. ეს დავით გარჯის თემაც, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანმა გაამწვავა, ჩვენ კი არ გავამწვავეთ ზურაბიშვილმა, რეალურად გაამწვავა აზერბაიჯანმა. ეხლა მოდი ვთქვათ, ეხლა ზურაბიშვილი ავიდა მაღლა და თქვა, რომ რესტავრაცია უნდა ჩადო. რა თქვა, ხა ისეთი მან იქ. რა ომი დაუწყო თუ ქართული კულტურის ძეგლი. რაზე იყო თან საუბარი, მოდი რა ნიკოლოს თქვათ რა. 2-3 ჰექტარ მიწაზე იყო საუბარი და იმას არ ვთქვი არც ბერთუბანზე. მან თქვა, რომ მოდი რა ჩიჩხიტური ინგრევა და გავაკეთოთო. რა თქვა ეხა ისეთი მან. არაფერი არ ვთქვია ისეთი. და ამის გამო, ესე იგი ამ ხელა ამბავის ატეხვა, იქ ჯარების შეყვანა. მე ვფიქრობ, რომ ნორმალური მართლა სტრატეგიული და მეგობარი ქვეყანა მაგაზე საუბარსაც არ მაგალითად აზერბაიჯანი ამბობს, რომ ჩვენი გაღიზიანება და ჩვენი ეს დაპირისპირება იმანაც გამოიწვია, რომ შუშაში, რომელიც სხვათაშორის დაკომპლექტებული იყო ზირთად აზერბაიჯანელებით, შუშა, ეს ყარაბაღში არსებული ქალაქი, მანდო რომ ინაუგურაცია რო ჩაატარაო პაშინიანმა, ამიტომ ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენო. თქვენ დალოცვილებო, თუ ინაუგურაციის გამო აღელუდით, თქვენ რო დოლგარმონით შეხვედით იქა იმ დავითგარეჯში და კონცერტები გამართეთ, წმინდანები რო ამოთხარეთ, საფლავები და ეს ვერ გავიგე ჩვენს რელიგიურ ბრძოლებს არ შეიძლება. თუ არის, თუ ავტომატებით რო დგანა და ტანკები რო შეიყვანეს, ის ვერ გავიგე, ისიც ჩვენ დავაგრებთ იმას. მიუხედავად ამისა, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვარ ნეიტრალური ამ კონფლიქტში, ზოგიერთი მოღალატისგან განსხვავებით, ღიად არ ვლაპარაკობ, რომ აი არც ერთის პოზიციას არ ვიჭევ, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის ჯობია რომ ჩვენ ნეიტრალური პოზიცია შეიძლება მე რაღაცა ბოდიში შინა ხო, მე შეიძლება შინაგანად რაღაცა ჩემი პოზიცია მქონდეს, მაგრამ მოღალატე სააკაშვილისგან განსხვავებით, როდესაც მან თქვა, რომ მაგალითად ეს აზერბაიჯანს ეკუთვნის, მე არ დავაფიქსირებ ამ პოზიციას, იმიტომ რომ და არც ერთმა ქართველმაც მარტო სახელმწიფო მოღვაწე. იმიტომ რომ მათ გაარკვიონ ერთმანეთში ეს სიტუაცია, ხათი მე რატო უნდა ვარკვიო ერთმა რაღაცა მე რატო უნდა ვიყო ხო, გამშველებელს უფრო მეტი მოხდაო. მე თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ მაგალითად ჩვენ თუ გვინდათ, ეხა გამოდის სააკაშვილი და ჩვენო უნდა შევასრულოთო იმისი სამშვიდობო ფუნქცია. რა სამშვიდობო ფუნქცია უნდა შეასრულო? შენ თუ იტყვი რომ მაგალითად ეს ტერიტორია ეკუთვნის ერთ იმას რანაირად იქნები შენ სამშვიდობო მოლაპარაკება? არა, თან მოდი რა. არა, მოლაპარაკებას როგორ გამართავს? შენ უნდა იყო ნეიტრალური მხარე. შენ უნდა გაჩუმდე რა. არა, ნეიტრალური მხარე თუ გინდა რომ შენ უმასპინძლო თბილისს ვიცის დედა, ვიცით ტირისო და არ ვიცის იცინის. არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ არავინ არ გადაგვაწყვეტინებს ამ. ხო და აქ ეხა ყარაბაღში ბრძოლობს არა სამხრეთ აზერბაიჯანი, არამედ რუსეთ-თურქეთი. ორი ლომი და ორი ვეშაპი რო ბრძოლობს, შენ ბოდიში და კურდღელი რო ხარ, უნდა ახვიდე მაღლა ხეზე და იმდენი გონიერება მაინც უნდა გეყოს, რომ დაელოდო როგორ განვითარდება პროცესები. სადე კვეხები. ხო, სადე კვეხები. ეხლა ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას მე ვამართლებ იმ კუთხით, რომ ძალიან სწორი მიდგომა. არ აქვს გამოკვეთილი პოზიცია ვისია და შენ რო გამოდიხარ და ლაპარაკობ, მე რა სამშვიდობოზე ლაპარაკობ. არა, მე სხვა რამეზე მაქვს საუბარი, ნიკოლოზ, აი გაოცებული ვარ აზე, იცით? კიდევ ერთხელ ვამბობ.
ძალიან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც. რა თქმა უნდა, მეზობლები და ყველა არიან. მეზობელთანაც და იგივე ის დეოკუპაციაც უნდა მოხდეს აფხაზეთის სამაჩაბლო, რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს რა. მაგრამ აი აქ საინტერესო რა არის, იცით? აი აპრიორში სულ გვეუბნებიან, რომ თითქოს ჩვენ აზერბაიჯანთან რაღაც ვალში ვართ რა. იგივე იმ სოკარით მილიარდებს შოულობენ, როგორ რა საქართველოში იმის ინვესტიციები ვერ მოიძებნებოდა, რომ ბენზოკალონკები, ცოტა ესე ჟარგონულად ვიტყვი, გაგვეხსნა და რა ბენზინის ჩამოტანის 1000 გზა არის, სულ არ გვინდა აზერბაიჯანი, აგერ რუმინეთი და ის იხვეწება. ოღონდ და ჩვენ ხედავთ რომ თან ჩვენ ხედავთ რომ სოფლიოში ტენდენციაა რომ ნავთობის ფასი კლებულობს არა მარტო იმიტომ რომ სადღაც რაღაც კონფლიქტები არა, უბრალოდ უკვე განახლებულ ენერგიაზე გადადის სოფლიო. ხო ნიკოლოზ, კარგად ვიცით რომ ელექტრომობილების წილი როგორ გაიზარდა სოფლიოში, მზის ენერგიის პირდაპირ აგერ დუბაი და ემირატები და ისინი ქვეყნები რომლებიც მართლა ნავთობში იხჩობიან ქალაქების ხელა ის ააშენეს ერთ რამეს გეტყვით არა მე აი უბრალოდ ცოტა ესე დიალოგივით გამოგვივიდა მაგრამ მინდა გკითხოთ ერთ რამეში არანაირი საწინააღმდეგო აზერბაიჯანთან მაგრამ რატომ გვამადლიან ჩვენი ექსპერტები და მათ შორის ზოგიერთი აზერბაიჯანელები რომ თითქოს რაღაცა საქართველოს ეხმარებიან მე ვფიქრობ პირადად და თქვენი აზრი მაინტერესებს რომ პირიქით აზერბაიჯანი გაცილებით მეტ სარგებელს ნახულობს საქართველოსთან თანამშრომლობით ვიდრე საქართველოს ჩვენ ხარ ჩამოგითვალეთ მაგალითები ვალში ჩვენ კი რა ისინი არიან ჩვენთან ტერიტორიები წაგვართვეს ამხელა კახეთის ხელა ტერიტორია წაიღეს ის წაგვართვეს არ არის სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის გადაწყვეტილება ას არ იყოს ეს იყო წართმევა ომი დაგვიწყეს ჩვენ ეს არის დოკუმენტალურად დადასტურებული აზერბაიჯანული არმია შემოიჭრა და ის ადამიანი რომლის ძეგლი დადგეს მარნეულში ხო იმ ძეგლზეც რა მინდა იცი ზოგი ამბობს ძეგლი დადგეს აქედან ვიღაც ჩავიდა ნარიმანოვი იყო მაშინდელი აზერბაიჯანის ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობი თან ესე იგი საბჭოთა სიმბოლიკებს ებძვია ვასილ ჯავანაძის ძეგლი ვერ დაიდგა იმიტომ რომ თურმე ის იყო ცეკას პირველი მდივარი და ამ დროს დადგეს მოღალატე ნარიმანოვის ძეგლი რომელიც აზერბაიჯანელ ოკუპანტებს შემოუძღვა საქართველოს დასაპყრობა და ამოგვიხოცა იუნკერები იმის ძეგლი დგას თბილისში აი მაგი მაინტერესებს ხო და ესენი არის მოღალატეები თქვენ ხართ ადვოკატი კაცი ხო და არა იურისტი კაცი ხო კანონი ხო გვაქვს მიღებული რომ არ უნდა იყოს ხო რატომ არის ბატონო იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის დაპყრობილი ქვეყანა დღეს ჩვენ არა ვართ ჩვენ ეს არის თურქეთის და აზერბაიჯანის მიერ დაპყრობილი ქვეყანა ჩვენ გმინავთ ამათ უგელქვეშ კულტურულად ხო გეიდარ ალიევის ძეგლი ჩეკასი კაცო ერთ-ერთი სხვათა შორის აი გულზე მომხვდა კაცო ისე არიან გათავხედები რომ ვირიუმა ერთ-ერთი აზერბაიჯანელი სტუმარი იყო კონფერენცია იყო ჩამოვიდა და რო დაინახა ეს ძეგლი ეს ძეგლიო რა არისო ეს აქ ძეგლი რო დგეს აბანო იმაში რა ქვია იმ აბანოებთან ესო წესითო იმაშიო რა ქვია რუსთაველის პროსპექტზე უნდა იდგას და თავისუფლად მოეთავა კიდევ გავგი რატომ მეთქი კაცო აქ რა ესო რაღაცა ისეთი ბოდიში და ჩაფლავებული ადგილიო წესითო ესო თქვენ უნდა დადგათ რუსთაველის პროსპექტზეო ამის ძეგლი და მეოთხე თქვენთან რომელიმე ქართველი ძეგლი დგა თან საინტერესოა რომელ ადგილს თქვია ჩაფლავებული ვახტანგ გორგასლის ძეგლიო და მაიდანს ჩაფლავებული თქვენთან სადგას რომელიმე ქართველის ძეგლი დგას სადმე ბაქოში მეთქი ან რომელიმე ქუჩას ქვია საქართველოს რომელიმე ქუჩა ეგ კი არა კიდე ერთხელ იმებს სერეთში არაფერი ქართული აღარ დარჩა ყველაფერი დაკეტეს და კიდე ერთხელ იმერებ ტერიტორია წაგვართვეს ეკლესიები მიმასხნეს ქართველების მიდის რა ქვია ჩაგვრა მიდის მე აგერ დავითგარეჯი წაგვართვეს და ესე იგი მიდის საშინელი ჩვენი დამცირება და რა ვალზე ლაპარაკობენ ესენი არიან ნავთობის ბიზნესში ზოგი ნავთობის ბიზნესშია ბიზნეს ურთიერთობებია მე ვიცი რომ პირდაპირ უხდიან ბევრ პოლიტიკოს და პოლიტიკოს ხელფასები აქვს 3-5 და მათ რა გონიათ და მე ვინც ამას უპირისპირდება ეს მოღალატე ესენი ვინც არიან ეს აზერბაიჯანის და სოკარისტები ესენი სოკარისტები ვინც მას ლაპარაკობენ ესე იგი მათ აქვს შენ თუ ესე იგი გარეთ ისავ ეს აზერბაიჯანის ხო არის რუსული თავი და სომხეთის ისიც ყოფილა მაგალითად ბევრს დააბრალეს ეს რომ სომხეთის აგენტობა დააბრალეს ხო სასაცილო ეხლა ნახე ესე იგი შენ რო იცავ თურმე შენ ტერიტორიას დავითგარე აი მაგალითად მე რო გამოვედი მაგალითად მე რო გამოვედი დავითგარეჯე დიდი ხანია და ხერეძე ვლაპარაკობ ხო მე აი ამ ბაქოში ხო თავისუფალი მედია არ არსებობს და მათმა სააგენტოებმა შემრაცხეს მეც და სხვა ის ადამიანები მაგალითად ვიძოლობენ ეს არიან სომხეთის აგენტებიო ეს ნაძირლები ესე და ვერ მოაყოლიე მე ერთი მეჩივლა სასამართლოში და კიდე ვიღაცები რომ არიან რაღაცა ორგანიზაციები რო აქვს ჩექმნილი ერთხელ ეხა კონფლიქტი რო იყო მაგალითად არის კიდევაც ყარაბაღის და მთელი ეს აზერბაიჯანელები შეიკრიბნენ და მარნეულში მაგალითად ჩაატარეს აქცია რომ ყარაბაღი ჩვენია
ერთხელ აქცია რატო არ გააკეთეს დავით გარეჯის ხო, საქართველოს? დავით არ რატო არ გააკეთეს? ეს საქართველოში რო ცხოვრობენ და საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ არ ტყივათ აქ საქართველოს. ზუსტად ამაზე თუ ბოდიში თვლიან რომ აზერბაიჯანია მათი სახელმწიფო და საქართველო არა წავიდნენ მაშინ და აზერბაიჯანში იცხოვრობ. ნიკოლოზ აი არა ვერ გავიგე რა ზუსტად ლოგიკა. ამაზე მაქვს მე საუბარი. აქციას ვინი ერთხელ ერთმა კაცმა რომელიღაცა ისტორიკოსმა მინდოდა გადაცემაში მოწვევა თქვა რომ დავით გარეჯი საქართველოა. მე ეტყობა ისე დაპრესეს და მიაშინეს და მიაჩმორეს ის კაცი რომ მე ვერც ერთმა ტელევიზიამ ეს კაცი ვერ გამოიყარა. მე ამას ვერ ვიტყვიო რა. იმიტომ რომ ეტყობა დიდი პრესი იყო. გინახია თქვენ რომელიმე აზერბაიჯანელი ტელევიზიით გამოსული მე ყველა ეთნოს მე მყავდა ერთადერთი ადამიანი აი მართლაც რომელსაც ტელევიზიით გეუნები. აი ფართო იმაში ხო ფართოს გეუნები, აბა ის ისტორიკოსმა თქვა და მე ვეღარ თქვა მეთქი. გინახიათ მე არ მინახია ტელევიზიით გამოსული იყოს და ეთქვას რომ დავით გარეჯის მე არ მინახია ეს. ხო შეყრებილიყვნენ და მოეწოდა ასე ჩემთანაც ვიღაცას უთქვია კაცო მე წავს აზერბაიჯანელი მეგობრები და მაგრამ ისინი ვერც გავოლო და ვერ იტყვეთ რა არის ეს რა ხდება მაინტერესე. შე თუ აქციებს აწყობ და გაბიშვი ოფში საბრძოლველათო ერთი პოზიცია დააფიქსირე 300-400 მოდი აი მომზეც მინდა რა გითხრათ რა რომ ყველა ადამიანს ხო და ერთი ადამიანს რამე არის ბოდიში რა ჩვენ ერთმა ამ ხელისუფლებამ ყურები კარგად გამოიფხეკოს და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობდით გარეჯი საქართველოა და რაღაცაო მაშინ გვეუბნებენ უდავძაბავ სიტუაცია რას ნიშნავს უდავძაბავ ეხლა თბილისის რო აფრიალებენ აზერბაიჯანულ დროშას მაშინ უნდა გავჩერდეთ მაგრამ მაინც ერთი რა მაინტერესებდა ეხლა ამ რუკებზე დიდი ხანია ჩვენ საუბრობდით რომ რუკები არსებობს და იცით რა არის ეს რუკები რო არსებობდა ჩვენ ვიცოდით მაგრამ ეხლა იქ და წარმოუდგენელი ეს ყველაფერი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაგრამ ხო და ამიტომ ადრე უნდა გვენახა და ამიტომ მე ერთი რამე მინდა ვთქვა ჩვენ 1 მილიმეტრიც აღარ შეგვიძლია დავთმოთ ვინმესთან რა მე რა მაინტერესებს იცით მართლაც ხო არ არის აი ეს რა თქმა უნდა ეს ორი ადამიანის გარდა ჯერ ნუ სასამართლო არ გამართულა ამიტომ მე თავ შევიკავებ რომ დავადანაშაულო ისინი მაგრამ ხო არ არიან მართლა ამაში ჩარეული მართლა ეს მაღალჩინოსნები საკმაოდ ბევრი და ამ ტელევიზიებშიც ეს წიოკი იმიტომ ატეხილი რომ ეს არის პირდაპირ ხო სერგო ორჯონიკიძე რაც გააკეთა აი ეს არის იგივე გაკეთებული ოღონდ ეს უფრო მასშტაბურად აქ არ არის 1 2 ან 3 კაცი ჩარეული ამაში ძალიან ბევრი რომელიც ცდილობდა საქართველოს მიწის გაყიდვას, გადაცემას, რა მნიშვნელობა აქვს? ღალატს, ნუ მეტი რა ქვია, მიწის გაყიდვაზე მეტი ღალატი რა არის? სახელმწიფო მიწას რო ჩამოაჭრი და ვიღაცას აჩუქებ თუნდაც რა. ბაბუაშენის დანატოვარიც რო იყოს, ხო, ეს არის სახელმწიფოსი, ხო? კი, მე ვცხოვრობ კერძო სახლში, მაგრამ ჩემი ხო არ არის ეს მიწა. ეს ქვეყნისაა და სახელმწიფოსია. ამ დროს რაღაცა გარკვეულ ნაწილზე ვცხოვრობ, ხო? ამიტომ ამბობ, რომ თქვენ რას ფიქრობთ, ნიკოლოზ, რომ ამიტომ ხო არ არის ეს განგაში, რომ ყველაფერი რო გამოაშკარავდეს ა ღალატზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ხა ეს და ყველაზე მძიმე ღალატის მძიმე ფორმაზე. ეხა ესენი რომ იმაზე უფრო მძიმე რომ მტერს კარი გაუღო და შემოუშვა. აქ არ მიწას ჩუქნი რა. ესენი რომ დამნაშავებიან ეს ფაქტია, მაგრამ ესენი არიან პაიკები ამ თამაში, მთავარი შემოქმედები აქ არიან უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები და მათ პასუხისმგებლობა უნდა დაისვას, რა თქმა უნდა. დღესაც აცხადებენ ისინი რომ გამოდიან და კიო ეს ტერიტორიებიო მაგათი არისო და ამიტომ უნდა მიეცეს პასუხისგებაში სააკაშვილი, ნინო კალანდაძე, ეხლა რულუას ვეღარ მისცემენ, იმიტომ რომ მიწაშია ის უკვე. ხო და ანუ კიდევ ის მაგალითად უშიშროების სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები, რომლებიც ჩართული იყვნენ, ყოფილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ვინც იყო ჩართული ამ პროცესებში, ყველა უნდა მიეცეს პასუხისმგებლობა. უნდა დაიწყოს მათი აქ დიდია პატარია და არავის დანდობა არ უნდა იყოს. როგორ შეიძლება ეს ხელისუფლებას, ეხლა თუ უნდა მარტო ეს ორკაძე შესაძლოა ეხლა. ხო არა კარტოგრაფების დაჭერა ეს ხალხი არიან უბრალოდ ნების შემსრულებლები ამას აკეთებინენ თავიანთი ბინძური საქმე ჯერ როგორ ის ამაზე გადატეხო ამიტომ თუ ის ხალხი არ დაიჯება მაშინ ეს ხელისუფლება დაიჯება და ისინიც დაიჯებიან იმიტომ რომ რას ნიშნავს ეხლა სააკაშვილი ეხლა იმიტომ მოყავთ ეხლა ივერისათვის რომელი ილია ჭავჭავაძე მყავს ეს ივერი და ქალმა ქართული არის ის და კომისია შეიყვანეს ამაზე დიდი სიცხული რა გინდა კომისია რომელიც საქართველოს საკითხს მაინტერესებს ქართული არის ის და რას კითხულობდა ან რას არკვევდა თარჯიმნით მუშაობდა თვითონ საქართველოში ისტორიკოსი არ ყავს კარტოგრაფი არ ყავს თუ რა თან მე გუშინ მე ჯერ მოდი აი რა მინდა შეგეკითხოთ რა ბატო ნიკოლოზ აი ხა მე შევხედი ვარ ხოლმე რა ჩამოდიან საქართველოში ნიგერიელები და 3 წელიწადში ინსტიტუტში სწავლობენ ქართულ ენას. რით ვერ გახდა რომ სახელმწიფო ენა ისწავლოს საქართველოში აზერბაიჯანელმა, სომეხმა, ნებისმიერმა რა
რას ნიშნავს მართლა თქვენი თქმის არ იყოს სახელმწიფო სამსახურში მუშაობს და ქართული არ იცის ენა რა რა გახდა ასეთი კიდევ ერთხელ რომ ნიგერიელები ვიცი წარმოდგენა რო არა აქვს რო ჩამოვიდნენ 2 წელიწადში იცით როგორი ქართული ეს ჩვენი ხელისუფლების ბრალიც არის იმიტომ რომ ჩვენ უწყობთ ხელს რომ მათ არ ისწავლონ ენა შენ რო გქონდეს მოთხოვდა იქ რომ ვერც დაიკავე ვერაფერ პოზიციებს ვერავითარ სახელმწიფო სამსახურში ვერ იქდები რა თქმა უნდა მე არაფერს სასწაულს არ ვითხოვ აი დემოკრატიული სახელმწიფოა ამერიკა ხო ამას დემოკრატიული რა უნდა იყოს ხო აღიარებული მთელი მსოფლიოს ამერიკაში ვინმე მოგცემს იმის უფლებას რომ ინგლისური არ იცოდე და სახელმწიფო სამსახურში დაგასაქმე ენას თავი დავანებოთ რაც ხორციელდება ეხა იქ რო ჩახვიდე მე მგონი თემოკრატია და ტუალეტს არ დაგალაგებინებენ ინგლისურით თემოკრატია რო ჩახვიდე საქართველოა თუ აზერბაიჯანი ვერ გაიგებ ტრაფარები იგივე ავიღოთ ახალქალაქში იგივე ახალქალაქში ხო მე არავის არ ვეჭვი ვენაცვალე სომხებსაც ვენაცვალე იგივე ქართული რატო არ იცი ახალქალაქშიც იგივე სიტუაცია მართლაც სადაც ეთნიკური ჯგუფები არიან და ყველაზე დიდი არის სომხები და აზერბაიჯანის სხვა ეთნიკური ჯგუფები საქართველოში არ არიან ისე ფართოდ წარმოდგენილი ისინი არიან ძალიან მცირე რაოდენობით ანუ ახალქალაქშიც და ანუ ქვემო ქართლშიც და იმ ახალციხეში სამცხე-ჯავახეთში ქართული ენის უპატივცემულობა არის უმაღლეს დონეზე და თვითონ აი ადამიანს განცდა არ აქვს რომ სახელმწიფო უყვარდეს იმიტომ რომ იცი რა არის თუ შენ სახელმწიფო გიყვარს ხო საარჩევნო პლაკატებს ქართულ ენაზე დაბეჭდავ და არა სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე უნდა იყოს ქართულ ენაზე ეს სავალდებულო ეს ერთია და მე კიდე ჯარში გაწევა ყველა ეხლა უნდა ეგრე ჰერეთში თუ უშვებენ რა ქვია ისედაც ესე იგი 8000 გადარჩა და იმ 8000-ის ჩახოცო სულ დაალიევმა როგორ ჩანს და იმაში რა ქვია იმ ომში იმ ყარაბაღის ომში რომ სულ გაწადეს ქართული ჯიში და გენი ეთყობა იმ საინგილოში და ესენი ეხლა ორი კაცი როწავა მე კლიპებს დებენ რომ აი თურმე ესე რა არის აქ აღსანიშნავი მაინტერესებს ეხლა როდესაც გარეჯზე ლაპარაკობ ვიღაცამ დადო იქ ვიდეო რგოლი რომ აი აზერბაიჯანელები ხედი ეხლა რა არის აქ გასაკვირი მაინტერესებს რატო არ უნდა წავიდნენ აზერბაიჯანელები ქართულ ჯარში რა არის ეხლა რა გასაგიჟებელი და აღსანიშნავი მაინტერესებს და ამითი რა უნდა რა გიდათ რომ თქვათ რომ ეს გარეჯი და გარეჯში 4 მილიონი კაცი ხო ყველა ჯარში მიდის არა გარეჯზე როდესაც ლაპარაკობ დაგვიდებენ ამას გესმის ამ ვიდეო რა მე მაგით ეს გარეჯი დავთმოთ რაგან აზერბაიჯანელები მიდიან ქართულ ჯარში რო ძალიან კარგია რომ მოქალაქე უნდა წავიდეს საქართველოს ყველა მოქალაქე რა უნდა თა მე კიდე ერთხელ არა სახელმწიფოს ბრალია გირჩისნაირ ორგანიზაციებს რო მოიყვან და დეკანოზობებს და ეპისკოპოსებად რო ნათლავენ ხალხს და სექტა რო შექმნეს და ქართველი კაცი ჯარის გარეშე როა დატოვებული სამწუხაროდ ერთი არც ერთი მაღალ ჩინოსნიშვილი ჯარში რო არ მიდის ხო ამათი ბრალია ჩვენ რას ვერჩით მართლა სოკარს და იმას აი სათავეში ვინც გვიზიან სათავეში დღესაც და სხვათა შორის თქვენ ნაცებზე თქვით რა რამდენი ნაცი იმასქნეს თავის ბუდეში გადმოიყვანეს არა რა თქმა უნდა რამდენი ნაცი მაგრამ ერთი რამე არის რომ ეხა ამ სიტუაციაში როდესაც ხელისუფლებას მართლა მხარი უნდა დაუჭირო იმაში რომ რაღაცა ნაბიჯი გადადგა შენ რო ამის წინააღმდეგ მიდიხარ ეს უკვე არის საშინელება რა ეხა მოდი თუ კიდეც არჩევნების დღეს გამოეყარათ რა მნიშვნელობა ხო რა მნიშვნელობა აქვს ეხა და ამიტომ კიდე ერთხელ მეორებ ეს ხელისუფლებაც უკვე მე რა თქმა უნდა ჩემი კრიტიკა ამ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს და ექნება მაგრამ ის რომ ესე იგი ხელისუფლებას უპირისპირდები იმის გამო რომ შენ ტერიტორიის დაბრუნება უნდა და არჩევნები რა შუაშია ჯერ არჩევნები საქართველოში სულ არის ეხლა მე საპრეზიდენტო იქნება მე თვითმმართველობა რა შუაშია ამ ბოდიში რა გვაქვს ეს საბოდიშო აზერბაიჯანთან ერთი ამათი ამოღებული ხმა ხერეთზე გინახია არა საერთოდ ერთი ამოღებული ხმა გინახია კიდე ერთხელ ვამბობ არანაირი პრეტენზია არა გვაქვს მაგრამ რა ჩვენ გვეკუთვნის რა თუნდა ამას რაღაცა მიკიბული ესენი არიან კიდე ერთხელ სპეცსამსახურების აგენტები დღეს არის საქართველოს დაპყრობილი 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ 80% არის ოკუპირებული აზერბაიჯანის და თურქეთის მიერ ამას უნდა დაერქვას თავის სახელი და ამის დასტურია ეს ხალხი აგერ მე რა გინდათ ამაზე კარგი ხალხი აგერ დაპირისპირება გვაქვს ჩვენ გარეჯის გამო და 80% თითქმის უჭერს ხალხს აზერბაიჯანს ოღონდ ხალხი არა არა პოლიტიკური პარტია ხო მაგრამ ეს ხალხი მართავს მე ამ პოლიტიკას მაგას ვიჯა აბა 20 ხალხი იქ აფხაზეთში საქართველოს მომხრე არის ეხლა რო ჩაატარო იქ გამოკითხვა იმ აფხაზეთში თქვენ ერთი რამე იცოდეთ ძალიან ბევრი საქართველოსთან შერიგების მომხრე არის ხო თვითონ ის ბჟანია იძახის დავილაპარაკოთო პირდაპირ ვერ იტყვის რომ გავერთიანდეთო აფხაზებიც თვითონ მომხრე არიან ჩვენთან ინტეგრაციის და მაგრამ ის იქით რუსები არ უშვებენ იმათ რომ იმათ თავიანთი პოლიტიკა ინტერესებია ანუ იქაც ხალხი სამწუხაროდ არ წყვიტავს პოლიტიკას და ერთი რამეა 20% არის
თავის სახელად არ ეკваცო. არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, 80% არის აზერბაიჯანის და თურქეთის მიერ. აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის დასტურია ეს პროცესები რა ხდება. გამოდიან და გეუბნებიან, რომ როგორ აზერბაიჯანს უნდა დაუძაბოთო სიტუაციაო, როგორ აზერბაიჯანს როგორ უნდა დაუწყოთო ომიო ჩვენო. ომი რაშუაშია, ვინ ჯერ თუ საჭირო იქნება ომიც უნდა დაუწყო. ტერიტორია აბა როგორ დაუწყო და თბილისში რო შემოიჭრა ნახა და რო თქვა რომ თბილისი ჩვენი არისო, ან ეხა ქვემო ქართლში არიან დასახლებული ძალიან ბევრად, ხო? და რო თქვა ქვემო ქართლი რა ვქნა დაუთმოთ მაგ. ხო არა, რას ნიშნავს ხო? არა, იქ ჩარვად ჩახტილი უნდა ირბინო იქ რუსეთის საზღვართან და თქვა რომ ეს რუსეთი არ არის და ჩვენი არის და თურმე ქვემო ქართლზე და ქვემო ქართლზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ასე რომ მიდგომოდნენ ჩვენი წინაპრები ქვეყანა საერთოდ 99 წელს იყო ძალიან მძიმე პროცესები. 99 წელს დაიძაბა სიტუაცია, ესო ბორჩალო არისო, იქ დაამტვრიეს, დაამსხვრიეს ყველაფერი სეპარატისტებმა, მერე ისარგებლეს და ჩამოასახლეს იქიდან ესე იგი აზერბაიჯანიდან ადამიანები და მე ვფიქრობ აი ეს ნაღმი რომელიც ჩადებული იქნა 99 წელს და ამის კადრები ვანახე თვითნებურად იკავებდნენ მიწებს მაშინ მარნეულში, ბოლნისში აზერბაიჯანელები რომლებიც აზერბაიჯანში აი ის მუხტი არის ეხლა დღეს. სხვათა შორის აი ტურაშვილი გამოვიდა, ხო და ერეკლე მეფესო ბორჩალოელი თათრები დაუდგენ გვერდზე, მაშინ როცა ტოტალებენი გაიქცა. ჯერ საინტერესო ერთი რამეა, რომ ეს ბატონი ტურაშვილი ეს მწერალი როა თუ რა ქვია, ну თავს ყოველ შემთხვევაში წერლად თulis ეს კაცი. ჯერ იყო და რამოდენიმე წლის უკან მთიან ყარაბაღში ჩადიოდა და მოუწოდებდა ყველას რომ მთიანი ყარაბაღისთვის ხარი დაეჭირათ. დღეს ეთყობა აქ მიიღო უკეთესი თანხა და დღეს საუბრობს ამაზე. ეგ არის საერთოდ არაკაცი. მე ვფიქრობ ერთ რამს. შეიძლება მაგის ლაპარაკი ესე მასე ლამაზა და იმათ ბერძენიშვილის ლაპარაკი. საინტერესო არის ლევან ბერძენიშვილი შეიძლება რომ უსმინო რაღაცაში. ჯერ საინტერესოა ის რომ ეს ჯერ ეგერთის ეგ კაცი რომ 200 ბორჩალოელი თათრები. მაშინ ხო რუსეთი მაშინ მოდი ისიც თქვათ რომ ძანისის ომზე 300 არაგველი ნახევარი ისა რა ქვია ხევსურები თუშები ისინი ხო შეიძლება კაცმა თქვა ეგ არა ესე ერთი წამი ამოიცა ერთი ასე თქვა მან აჭარა და გურია რომ დღეს ქართული არის ეს ვის დამსახურება რუსი ჯარისკაცებიო ჩა ერთი წამი აი რო ავდგეთ და რო შევაფასო ჩვენი სიკე ხო ერთი წამი აჭარაში და გურიაში რო დაბძანდება იქა და რო ჩადის იქა ვისი დამსა ჩვენ დავიბრუნებდით იმ აჭარას და გურიას და მე ერთი რამე მინდა პუჩისტებს რო უჭერდა მხას და იარაღით რო დარბოდა სამეგრელოში და ერთხელ რო სააკაშვილის რეჟიმს არ დაპირისპირებდა ხო გასუსული რო იჯდა იმიტომ რომ დაფინანსებებს იღებდა და გინდაც რა ქვია შევარდნაძის დროს გინდა რა ვიცი სხვა დროს ვითომ ეს კაცი არის კონფორმისტი ადამიანი გესმის გამოვა იქა დაჯდება ყავა ფინჯას იმას იზამს რაღაცას დაწერს იმას იზა აი ესეთი მოღალატე რენეგატი ადამიანებით არის სავსე ადამიანები. ვინ უარყოფს მე იმ ბორჩალოელების და მე ბორჩალოელების ზეგლის დადგმას ვითხოვ ჩვენ. რა ის რა ქვია ის აზერბაიჯანელები რომლებიც სეპარატისტები არიან იქ ნარიმანოვის ზეგლი. ნარიმანოვის ზეგლი რო დადგეს იქა დაებდათ იმ ხუდია ბორჩალოელის ზეგლი. რა საინტერესოა რა მაინტერესებს? ხუდია ბორჩალოელის ზეგლი რატო არის? ეს ხალხი რომელიც ვენებს იჭრის მართლა ვენებს იჭრის ბორჩალოელის ზეგლი იმის ზეგლი ამის ზეგლი და ვითომ კანონით გველაპა აი ალიევის ზეგლი რო დგას აქ აბანოებდა ხუდია ბორჩალოელის ზეგლი. მე ხუდია მე ნარიმანოვს გეკითხებით კანონმდებლობით რატო არ ამბობენ რომ ეს იყო ბოლშევიკი? იმიტომ რომ მომისმინეთ დღეს საქართველოში ტრიალებს რამდენიმე ფული. ბიძინა ივანიშვილის ფული, ეს სოროსის ლეკვების ფული, ამერიკიდან წამოსული გრანტები და თურქულ-აზერბაიჯანული ფული. სხვა საქართველოში ფული არ ტრიალებს. ვიღაცა რო ლაპარაკობს და რუსული ერთი მანახეთ რუსული საინფორმაციო საშუალება, ერთი მანახეთ რუსების დაფინანსებული ტელევიზია და ერთი მანახეთ რუსულის დაფინანსებული პოლიტიკური ძალა. ეხა პატრიოტთა ალიანსი რო არის, მოდი ეხა გულზე ხელი დავიდე. პატრიოტთა ალიანსი ერთ-ერთს არიღებს რუსეთიდან რა. არა, პატრიოტთა ალიანსი რო ფულს იღებდეს, იქ კალაშნიკოვს კი არ შეხვდებოდა გოსდუმის დეპუტატებს მართველი ძალიდან. კალაშნიკოვი ბევრი. ხო, არა, მართველ პოლიტიკურ ძალასთან ამდენი ფულს ხო იღებს საერთოდ? ფულს იღებს ბიუჯეტიდან ის დაფინანსება. ხო, ნუ ეხა მე არ ვიცი, მაგრამ რუსეთიდან ყოველ შემთხვევაში ფულს რო არ იღებს, ეს ფაქტი არის რა. იმიტომ რომ ისინი რუსეთიდან ფული წამოსული თუ არის სხვა თამაში თამაში და მე ერთი რამე მინდა ვთქვა ხო და ეს ხალხი რო ლაპარაკობს ამ იმაზე კაცო ამ რამდენი ჩვენ დავიწყეთ აი რა შუაში ეხა მოწი გარეჯი დავთმოთ მე ეხა ეს არაკაცი ტურაშვილი რო ლაპარაკობს იმის შესახებ რომ ხუდია ბორჩალოელის იმაზე რო ერთი ნარიმანოვის ზეგლი რო დადგეს ერთხელ ხმა ამოიღო იუნკერები რო ჩაგვიხოცა რო გამოდის იქ რუსთავიორზე და თუ თავარაღზე რო კაცი გამოვა მაინტერესებს ეს იცი რა ყველაფერი
გამოვიდეს, იცი რა კაცო, ძალიან ყველგან გამოვიდეს, მაგრამ ეს ილაპარაკოს. არის ადამიანები, რომლებიც ესე იგი დღეს ფულს მისცემ, იმისი ხარ, ხვალ იმისკენ. თუ ფული მაქვს, შენი ვარ თუ არა და სხვისი ვარ რა. აი ეს კაცი არის დათო ტურაშვილი რა. თუ ფულს მისცემ, ხვალ ნაცემის იქნება. ეხა ბიძინა ივანიშვილმა რომ ფული გადაუხადოს, დადგება იქა და იტყვის რომ ნაცემი ცუდია. შედელოცვილო რა შუაში ეხა ბორჩალოელების თემა რატო შემოაგდო. პირიქით მე ვიტყო რომ იმ კაცის ძეგლი დაიდგას მეთქი. და ნარიმანოვის ძეგლი მარტო თბილისში კი არა, აგერ ზველუბანში არის ძეგლი, ისა რა ქვია, იმ ალიბაბაებმა ლობირებდა მაგას რომ იგი ეხა ორჯონიკიძის ძეგლიც რო დავწერო. სახლ-მუზეუმი გახსნეს, კაცო. ხოდა სახლ-მუზეუმის ძეგლი. ბოლშევიკების ვასილ ჟავანაძე, რომლის დამსახურებაც არის რომ დღეს ამ სტუდიაში რო ვზივართ ვასილ ჟავანაძის ქუჩა და ძეგლი არ დადგეს, იმიტომ რომ საბჭოთა ეპოქაში მუშაობდაო და საბჭოთა ოკუპაციის დროს იყო საქართველოს, ესე იგი, მმართველი და ჩეკას უფროსის მოადგილე იყო მართლა ალიევიკა, ჩეკას უფროსი. კანონმდებლობით, საქართველოს კანონმდებლობით ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა იყოს და იმ მეუფეს დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ ესე იგი ნარიმანოვის ძეგლის აღება მოითხოვა იმ მეუფე გიორგის და ერთი რამე არის რა ამ საქართველოში რო ჩატარდეს, კი არა, სოფლიოში რო ჩატარდეს ერთი ადგილის თამაში, საქართველოს ალბათ პირველ ადგილზე გავიდოდა რა. ამ კაცის, ამ ხალხის ერთი ადგილის თამაშმა უკვე არის თავი წაიღო რა. აი თან ერთი და იგივე ხალხი 20 რა შუაშია ეხლა რაღაცა, მოიცა ესე იგი გარეჯზე უარი ვთქვა რა ხანის ბორჩალოელები ომში იყვნენ და სოკარი გასმაძლოს მაგითო. ავდგები და რუსულ გას მავიღებ მართლა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? ეს არის ბერობის აკვანი. მე კიდე ჰერეთი რომელიც მე კაცო ამ აზერბაიჯანთან სულ არ იყო ეს გარეჯის თემა დაძაბული და დავიწყე საუბარი იმაზე რომ ჰერეთში მივაქციოთ ყურადღება ჩვენ ქართველობას. დღეს ქვემო ქართლში რო ჩახვიდე მეჩეთი გამყიდველია უფრო უკეთეს სიტუაციაში და იქით უნდა გეხვეწებოდეს თუ გას იყიდი რა. ეს გადაცემები ეს გადაცემები სოკარისტები რო არიან და სოკარის დაფინანსებული ტელევიზიები როა იქიდანაც ჩანსო. აი ნახეთ სტუდიაში ხომ მიდის დისკუსიები გარეჯის თემად. მეორე მხარეს ხედავ თქვენ? არ არის აბსოლუტურად. ძირითადად ზიან ის ხალხი რომლებიც ლაპარაკობენ რომ აზერბაიჯანი ჩვენი მოყვებისა მეგობარი კი ბატონო არც მე მინაა დაპირისპირება მე აზერბაიჯანელი მეგობრები მყავს კაცო და მე აზერბაიჯანთან დაპირისპირება არ მინდა მაგრამ კაცო ეხა მე ვეწინააღმდეგები ალიევს და სხვათა შორის აი ის ექსპერტები შეიძლება შეხვედრები იმართება კონფერენციები ტარდებოდა და თვითონ აზერბაიჯანელი ექსპერტების პოზიციას გეუბნებით. ნავთობის ფასი როგორც კი დაეცემა და ნავთობის რესურსიც კიდე უზომო არ არის აზერბაიჯანში რო იცოდეთ თქვენ, როგორც კი ნავთობის კუთხით დაარტყამს აზერბაიჯანს, აზერბაიჯანი დაიშლებაო. თვითონ იძახიან ამას. აზერბაიჯანი დაშლისთვის არის განცილო. იქაც თვითონ არიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც არის. ალიევს დიქტატურა აქვს იქ ქვეყანაში შექმნილი, თორე იქ რო დიქტატურა არ იყოს, ალიევს ხვალვე ჩამოაგდებდნენ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბოლოოდ ისე მიდის პროცესები, რომ გარდაუვალია თურქეთის და აზერბაიჯანის დაშლაც, იმიტომ რომ არავინ აპატიებს ერდოღანს იმან, რომ იერუსალიმისკენ გაიშვიროს ხელები და ჩვენი არისო, მე იქ სირიაში შეძრეს, მე აქეთ შემოძრეს, სადაც შეძრო ყველგან ისერი მოიტეხა. ქრისტიანული ეკლესია დაკეტა, კაცო. აი არავინ არ აპატიებს მას რა და ეხა რუსეთის ამერიკელების განცხადებაც საკმაოდ კაცრი იყო ამ აია სოფიას. ხო და ეხა იცი რა ერდოღანი მიშვებულია რა, აი ძაღლს რომ მიუშვებდა იყეფება, ხო? ავიძაღლი რომ იყეფება. აი ეს ავიძაღლს ძალიან მძიმე დაამთავრებს, ეს ყეფაში ძალიან ცუდად დაამთავრებს და ჩვენ ძალიან ბევრმა იმპერიამ დაასრულა თავი ასე. მოდი აი რა არის, იცით ბატონო. და თურქეთის იმპერია ყველაფერს თავი დავანებოთ. ალიევმა რაც უნდა თავის ქვეყანაში აკეთოს, რა ქვია, ერდოღანმა, მაგრამ ჩვენ რატომ ვართ აი ესეთ მდგომარეობაში? ჩვენ რატო ვართ ესეთ მდგომარეობაში, რომ ის მაგალითად თავის ინტერესს იცავს. ჩვენ რატო არ ვიცავთ ამ ჩვენი ქვეყნის ინტერესს რა? მართლა სადა რა სიგიჟემდე მივიდა ქვეყანა, რომ ესე იგი გამოდის კაცი და იძახის, რომ იცი რა, კი, გარეჯი საქართველოა, კი, ეს ყველაფერი ესეა, მაგრამ აზერბაიჯანს არ უნდა ვაწყენო და თუ აზერბაიჯანს უნდა, კი უნდა მივცეთ ეს გარეჯიც. აი ასეთი აი ამ აბსურდამდე რატო დავედით? აი რა სიგიჟია ესა და ამისი მე გამართლება კიდე რა პოლიტიკოსების მხრიდან რომ აი დრო არ არის ახლა აზერბაიჯანი და სომხეთი ომობს და დრო არ არის რომ ჩვენ ტერიტორიები დავიცვათ. ესე იგი აზერბაიჯანი და სასომხეთმა თუ ერთმანეთში იომეს, ხო? იმას შემოვიდეს ახალქალაქში, შემოვიდეს აქ, თურქეთმა წაიღოს აჭარა, ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე. აი რა ფული აქვს აღებული. შენ რო ფულს მოკიდებ ხელს, მე იძულებული ხარ იმათი თამაში ითამაშო რა. რომ გაძლევს ის აზერბაიჯანული სპეცსამსახურები ფულს, აბა სხვა ახსნა არ აქვს, მითხრა ლოგიკა არის აბა. შენ როცა იცი რომ შენ ამ განცხადებას აკეთებ და მთელ ქვეყანას ეზიზღები და შენ რო იმას იძახი რომ შენი სიწმინდები დათმეო, მაინტერესებს სიწმინდეც რო არ იყოს, თუნდაც
ტრამალი იყოს რა. საერთოდ ეკლესია ფული აქვს აღებული და ტერიტორია შენია, ხო? ქვეყანას შენს ქვეყანას ეკუთვნის, კაცო. და თან ნახევრადზეა საუბარი ნიკოლოზ. იმაზეც კი არ არის საუბარი რომ რაღაცა არც განვიხილოთო რა. რა გვინდაო ეს რუკებიო, დაუჯდეთ და მეგობრულად ველაპარაკოთ. რუსული რუკებით და რაღაც ჯერგეთ რუკებით გინდება. რუკა ყველა რუსული იყო მაშინ. არა, ხო, რუკებით. საბჭოთა რუკებით მოხდა, სხვათა სხვა რუკა არ არსებობდა მაშინ. მაშინ თურქეთთანაც საზღვარის დემარკაცია საბჭოთა რუკებით მოხდა, საბჭოთა რუკებით მოხდა, ასევე სხვა საზღვრებზე საბჭოთა რუკებით მუშაობს და ჯერგეთის მარტო საბჭოთა რუკებით არ ხდება. ეხლა არის გერმანული, ამერიკული რუკები აქვს პროკურატურას და ამიტომ აბა ახლა მუსიკალური ნოტებით არ ხდება საზღვრის დადგენა, ხო? ხდება იმითი რა ქვია, რუკებით ხდება. და ეხლა რომ მე ვერ დავინახე ის რომ მე ამ ივერი მელაშვილმა და იმათმა ბიჭო, შენ რა დაინახე, მაინტერესებს კაც ქონდა 1938 წლის რუკების გამოყენების საშუალება და არ გამოიყენეთ, აბა მეტი რა არის ღალატი. უნდა წარედგინა ის რუკა, რომელიც მოგცემდა უპირატესობას და ამაზე ლაპარაკობს თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი თანამშრომლები, ის კირიონი, რომელიც რა ვიცი ჯვარსაცვეს ლამის. ხალხი ლაპარაკობს რომ აფეხებზე ეკიდა, ჯერ შეხედეთ მის ჰაბიტუს, შეხედეთ პირდაწყლის მოღალატე რა. კაცი ჯერ ქართული არის ეს გამოსაკოლევია ვინ არის ეს ნაძირალა ეს არაკაცი გამოდის და ლაპარაკობს რომ მე რაღაცაო ეგ ნაკლიაო და რაღაცაო რომ ქვეყნისთვის მეღა ღიღალატი ეგრე უღალატი ამ ქვეყანა და მე კიდე სირცხვილია ქვეყანას როინ მეტრეველი ყავდეს მარიკა ლორთქიფანიძე ყავდა უამრავი ისტორიკოსები ყავდა და ივერი მელაშვილი ყავდა შეყვანილი გაჭარაზეც რო არის და თქვენ იცით თუ არა გუშინ მე მამაკირიონს უსმებდი 25 აი ესეთი ცნობილი კარტოგრაფი ვინც არის ამ რუკების სპეციალისტი ხელმოწერები არსებობს 2018 წლის როდესაც ისინი ხელმოწერებით წერილია რომ ამბობენ რომ ეს არასწორად მუშაობს ისაო კომისია. ეხლა რა მინდა გითხრათ, აი აჭარაზეც რო არის ხოლმე საუბარი, ცოტა კი გადავედით თემაზე, მაგრამ აი ხა არის ხოლმე ესეთი საუბარი, რომ აი აჭარაო კი ზაფხულში ტურისტები ჩადიან, მაგრამ ზამთარშიო აჭარა ინახავსო, აჭარასო თურქები ინახავენ. არა, რაშია საუბარი ნახეთ, კი, ჩამოდიან ძალიან ბევრი, ისვენებდნენ კაზინოებში ძირითადად ამაში. ხო? ჯერ ერთი ამდენი მაღაზია გახსნეს ის. მე არა ვარ წინააღმდეგი იმისი, ნამდვილად არა ვარ ნიკოლოზ იმის წინააღმდეგი, რომ თურქი ჩამოვიდეს და ფული დახარჯოს რა. მაგრამ შენ, როდესაც იცი შენი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები, შენ როდესაც იცი, რომ შენ ქვეყანაში სულ 3 მილიონი კაცი ყავს, ხო? და აქედან ქართველი 3 მილიონიც აღარ დარჩა რამის რეალურად, ხო? და ამდენი გაქცეულია. კი ბატონო, მაგრამ რატო აძლევ იმ თურქს? კაზინო გააკეთოს ქართველმა, მაღაზია უნდა იყოს ქართული, სასტუმრო უნდა იყოს ქართული და თურქს თო უნდა ჩამოვიდეს გენაცვალე, დახარჯოს ეს ფული, ადგეს და წავიდეს მერე რა და შენ რომ მე იქ მეორე მესაუბრება ესეთი სასწაული რამეები ხდება. მაღაზია ქონდა ქართველს, ხო? და თურქს გახსნილი. ეხლა რა ხდება? თურქეთი უკვე თურქეთიდან ამას აძლევს 40% იაფად საქონელს. 40% იაფად თამპოსლეზე. თურქეთი სუბსიდირებას უკეთებს ამას. რომ გააკოტროს ქართველი, მე ამ ესე გააკოტრდა ქართული ბიზნესი. კიდევ ერთხელ მომბ, არანაირი საწინააღმდეგო არც თურქთან, არც აზერბაიჯანელთან, მაგრამ შედალოცვილო სოკარი რო შემოყავს, ხო და გაახსნევინე 3000 ბენზინგასამართის სადგური. როგორ ქართული ბიზნესი ვერ გახსნი და? კი ბატონო, თუ ჩვენ მოგვეწონებოდა, გვეყიდა აზერბაიჯანისკენ საწვავი. მაგრამ გაეყიდათ ეს ქართველებს რა მარტივი რამე ახლა ვიღაცა იტყვის ქსენოფობია ისა აბა ერთი ისრაელში ნახონ რა ხდება რა აძლევს ისრაელში არაბები და ისინი რამდენი ცხოვრობენ მაგრამ ხო იცით მოქალაქეებს ებრაელს გაცილებით მეტი უფლებები გააჩნია ებრაელს ხო და საქართველოში ზოგადად დომინანტი ქართველი კაცი უნდა იყოს რა თორე აბა მასე რისთვის ბრძოლობდა ეს ქართველი კაცი და რისთვის იყო ამ ქვეყანაში რომ ესე იგი მაშინ გამოდის რომ ჩვენ ყველა უბრალოდ მოსულვართ თორე კი ბატონო აჭარაშიც იყოს აზერბაიჯანელიც იყოს მაგრამ ის რაღაცა ნიხს რო აცდება რა ეგრე არ არის რა თურქ შეუძლია ყოველ წელიწადს 200,000 თურქი შემოგზავნოს საქართველოში და მაგალითად 5-10 მილიარდი დოლარი შემოიტანოს და იყიდა საქართველოს ეთახმება ეს არის უბედურება თორე არ ვებძვი არც თურქს არც აზერბაიჯანელს მაგრამ ქართველის უნდა იყოს ბიზნესი შემოხვედი დახარჯე ფული დაისვენე გაერთე წათი სარი რა მაგრამ ნავიცი ბოლოსთვის მაინც მინდა შეგეკითხო ნიკოლოზ შენ აი ამ თემებზე საუბრობ უკვე ძალიან დიდი ხანია ჯერ კიდე როდიდან ხო მაგრამ აი ჩვენ ხედავთ რომ აი პრაქტიკულად
შიგნით უფრო მეტი მტერი ყოლია ჩვენ ვიდრე მართლაც აი თუნდაც რუსეთში და თუნდაც აზერბაიჯანში და თუნდაც თურქეთში შიგნით ყოლია ჩვენ იმდენი მტერი რომ აი მართლა ამ რაღაცა ვერცხლის გამო ქვეყანას აი თქვენ თქმის არ იყოს ხვალ იტყვიან რომ რასაც თბილისზეც იტყვიან რომ აზერბაიჯანის არისო ვიღაცა იტყვის სომხეთის არისო რა ვიღაცა იტყვის რუსეთის არისო მე არც ამას გამორიცხავ რა ხო და რა უნდა მოხდეს რაღაც საზოგადოებაში გამოგვიძება ხო არ უნდა მოხდეს რომ ეს ქართველები რო ზივარ და უყურებთ ამ ყველაფერს ხო ყველაზე დიდი პრობლემა ხო ჩვენთან ეს იყო ნიკოლოზ ხოლმე რომ მოღალატეს ვერ ვარქმევდით მოღალატეს რა აი თქვენი ამბავი მაინტერესებს ბოლოს რატყან დასასრულისკენ წავიდა ჩვენი ეს გადაცემა საბოლოოდ ვიტყვი ერთს რომ გეთანხმებით აბსოლუტურად თქვენს განცხადებებში და სანამ ჩვენ დავით აღმაშენებელმაც გიორგი მწყინვალემაც ყველა ჩვენმა დიდმა მეფემ ქვეყანა გააერთიანა მას შემდეგ რაც შიდა მოღალატეებს გასცა საკადრისი პასუხი ჩვენ აი ეს ხალხი თუ არ დავსაჯეთ ისე კი არა რომ მარტო ესე ვთქვათ რომ მოღალატეები არის ყველანი არიან საპატიმროებში გასაშვებები ვინც ქართული მიწების გასხვისებაში და კონკრეტულად დავით გარეჯის გასხვისებაში შეიტანა წვლილი ჩვენ დღეს საზღვარი ვისთანაც დადგენილი არ აქვს ყველასთან გვაქვს გარკვეული უთანხმოება ანუ თურქეთთან გვაქვს საზღვარი დამარკირებული რუსეთთან სომხეთთან ანუ ყველასთან პრობლემები გვაქვს რახან დემარკაცია ვერ მოხდა ესე იგი არის პრობლემა იმიტომ რომ დემარკაცია რომ ანუ პრობლემა რო არ იყოს დემარკაცია მოხდებოდა ამიტომ ყველასთან მოგვიწევს ჩვენ გარკვეული მუშაობა ამ კუთხით, მაგრამ ერთი რამეა, ეს ხალხი უნდა დაისაჯოს, აუცილებლად გასამართლდეს და პოლიტიკური საერთოდ პოლიტიკური საქმიანობის უფლება უნდა წაერთვას იმ ხალხს, ვინც საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ორბიტაზე უნდა გამოვიდეს მართლა ქართული ძალები და ეს ის რომ ესე იგი ბუას რანგში და საფრთხობელას რანგში აღარ უნდა იყვნენ მოღალატეები და ამითი არ უნდა ჩაიგდო შენი თავი რაღაცა უკეთეს მდგომარეობაში მე რომ ხო მე როგორია მართლაც ვანებ თქვენ რა აგერ თუ რუსეთისგან ვიყიდე მე გაზი იაფად ახლა მოღალატე რუსეთის კაცი რატო ძმაო კაცო მე თუ ჩემ ქვეყანას იაფად შემოუტანე სომხეთიდან რუსეთიდან ბელარუსიდან მე აქ მარტო გაზზე არ მაქვს. ნებისმიერ საქონელზე რა. ჯვარი მაგ დაწერილი ან აზერბაიჯანზე ან იმაზე კაცო. ამიტომ ჩვენ ერთ რამეში შევთანხმდით რომ ანუ მოღალატეები თუ არ დაისაჯა, ვერც აფხაზეთს დავიპყრობთ, ვერც სამაჩაბლოს, ვერც დავითგარეჯს. იმიტომ რომ ეს მოღალატეები მე ბრძოლის დროსაც საშინელებას ჩაიდენენ. კიდევ ერთხელ ვიმეორე. არ ჩაიდინეს აფხაზეთში? არ ჩაიდინეს. ყველა ომში ჩვენ დავწავაგეთ ღალატის გამო და მოღალატეების ადგილი არის ციხეში. ციხეში არის მოღალატეების ადგილი და ამიტომ ეს ხალხიც უნდა გაუშვა ციხეში სამწუხაროა რომ დავით აღმაშენებლის ეპოქა არის სარებზე რო ცვამდნენ თორე სარებზე გასასმელი არის მაგალითად ეს ხალხი ვინც აი დღეს მაგალითად საუბრობს რომ დავით გარეჯი თურმე უნდა დავთმოთ ჩვენ და გინა სხვა ტერიტორიები ჩვენ ძალიან ბევრი ტერიტორია თან მაგაზეც კი არა რა არც უნდა განვიხილოთ თურმე არც უნდა ვიფიქროთ არჩევნები მოსულა ეხლა და რა დროისაა კაცო აუ იმასე ყარაბაღში ომობს სომხეთი და აზერბაიჯანი და რა დროის ამაზე საუბარია ყარაბაღში ომი არის სულ 30 წელი. ხო, 30 წელია რა სამაღალო. ყარაბაღის ომი არ დამთავრდება, მე მგონი არა. ანუ ბოდით რა, ღმერთმა არც ერთი ჩვენ ომი არ გვინდა, ღმერთმა ყველგან იყო შვიდობა, მაგრამ ეხლა ჩვენ ტერიტორიას საქართველოს უნდა განთავისუფლდეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ აზერბაიჯანული თურქული ოკუპაციისაგან. დღეს ხელისუფლება არ ამბობს, თორე მე ხო ვიცი შიგნით რა ხდება. ეხლა ძალოვანები ხო არ გამოვლენ და იტყვიან. ძალიან დიდი პრესი მიდის თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩვენ ვართ დაპყრობილი აზერბაიჯანის თურქეთის მიერ. დღეს ეს ორი ქვეყანა, ერთი ქვეყანა რეალურად და თვითონაც ამბობენ, თვითონაც ამბობენ და ჩვენ ყველაზე დიდი მტერი ყავს აი ამ ქვეყნების სახით. და რუსეთთან კიდე მოლაპარაკებაზე ჩვენ არ მივდივართ და ახლა მოლაპარაკების გარეშე ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებ. ახლა რო ლაპარაკობენ შარვალ ჩახტილი და პუტინ ხუილოს სახელი ტერიტორიები არ ბრუნდება. თუ გვინდა რუსეთთან ესე ტერიტორიები იკარგება. ესენი ოკუპანტები, ესენი პირიქით ოკუპაციას ხელს უწყობენ, თორე გეძახის და არ მიდიხარ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში რო იყოს ნორმალური ხელისუფლება, ძალიან მალე შეიძლება სოხუმის და მისი რა ქვია, ცხინვალის დაბრუნება. მე ცოტა მაგაში ეჭვი მეპარება, მაგრამ ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ არ უნდა ელაპარაკო. მომისმინე თუ რამე უნდა. რო არ უნდა ელაპარაკო. აქამდე შეიერთა და არა, ნიკოლოზ, მე მარტივად ვიტყვი. ეს აბსოლუტურად ძალიან ეხვეწება ცხინვალის პარლამენტი და ცხინვალის პრეზიდენტი ეხვეწება მიგვიღეთო. რა რომ მიიღოთ რა პრობლემა იქნებოდა? არ იღებენ, იმიტომ რომ ეგეც არ აწყობთ მაინდა-მაინც. არ აწყობ და იციან რომ ეხლა ამითი საბოლოოდ ეხლა მის რომ მათ
ოფიციალურად მიიღონ ეხლა ცხინვალი და აფხაზეთი, ეს საბოლოოდ ნიშნავს, რომ საქართველოს დაკარგონ მათ. მე სხვა რამეს ვთქვი, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა, მაგრამ მე იმას კი არ ვიცი, რა რუსები რა კარგები არიან, რა სათნოები არიან და სათნოები იდიოტები არიან, ისეთი პოლიტიკა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი დაკარგეს. სულელური პოლიტიკა. ყველაზე კრეტინული. ხო, სულელური. მე თორე რომ უკრაინასთან შეიძლებოდა? ხო, თორე მე იმას კი ვიცი, რა რუსეთი მართალია თავისი კაცი ეჯდა და რუსეთი რა თქმა უნდა, ბევრ რამეში დამნაშავეა ჩვენთან. იანუკოვიჩი ეჯდა და თავიანთი დებილური პოლიტიკის მოსკოვში. დებილური პოლიტიკის გამო, მაგრამ ეხლა თუ არ დაილაპარაკ, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ შარვალ ჩახტილი და პუტინ ხუილოს ზახილით არ ბრუნდება ტერიტორია. კი არ ბრუნდება, იკარგება. იკარგება და სხვათა შორის ზუსტად აი ამ პუტინ ხუილოს ზახილმა იყო რომ მოიტანა ის რომ გავრილოვის ღამეს აღარ ტურისტი ჩამოვიდა. თელი ჩვენი საჰაერო სივრცე გაჩერდა და სომხეთმა 400 მილიონი დოლარის მოგება ნახა მარტო ფრენებში. მარტო ფრენებში. იმიტომ რომ და ბაქომაც. ხო, ძალიან ბევრი და ტურისტიც იქით იყო გადასროლილი. რა და ბოლოს ისე დავამთავრებ ერთს ვიტყვი რომ რა საინტერესო არ უნდა იყოს ნიკოლოს, ხო? პოლონეთმა მიიღო 2-3 წლის უკან ესეთი კანონი, რომ ყველა ვისაც აქვს დამთავრებული გიმო, ანუ რუსეთის დიპლომატიური აკადემია, მათ უფლება არ აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის. და ჩვენთან გავრილოვის ღამეს რო ეძახით, ხო? მე მათი მთავარი მონაწილე იყო დიდი ვაშაძე, გიმოდამთავრებული. ასევე გიმოდამთავრებული ელენე ხოშტარია, გიმოდამთავრებული და ასევე გიმოს დამთავრებული და ლექტორი ბატონი გავრილოვი რა. და ისინი იყვნენ ამ ყველაფრის ორგანიზატორი და პოლონეთი, რომელიც თუ მართლა დასავლეთზეა საუბარი, ნატოს წევრი. ამერიკის ბაზები ცალკე უდგას. 40 მილიონიანი ქვეყანა, ერთ-ერთი მზარდი და ძლიერი სპეცსამსახურებით ამბობს, რომ გიმოს წევრი სახელმწიფო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს. და ვინ ვისი აგენტია და ვინ ვიზე მუშაობს კიდე, ხო? ეს ძალიან საკითხავი თემა. მადლობა ლოჩიო. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ბატონ ნიკოლოს დღეს რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში, ვფიქრობ საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ დღეს. ჩვენ კიდე ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ არც აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ვართ, არც სომხების, არც არავისი, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, დღეს დღეობით ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენი გეოპოლიტიკური იმიდან ტერიტორიიდან გამომდინარე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, გაცილებით უფრო უჭირდებით თურქეთსაც, სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც და მათ შორის რუსეთსაც, ირანსაც კიდე რა. ხო, ყველასთვის ჩვენ უფრო საჭიროა ვიდრე ისინი რომ წარმოგვიდგებიან რომ მათ გარეშე ვერ გავძლებთ რა. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ჩვენ მსმენელს, მინდა გადაუხადო მადლობა, რომ დღეს გვისმენდა ჩვენ. გისურვებთ წარმატებულ დღეს და ჩვენ კიდევ ხშირად შევხვდებით ჩვენს გადაცემაში დემოკრატია თუ ოქლოკრატია და ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე. მადლობა ნახვამდის. მოგესალმებით დღევანდელ ჩვენ გადაცემაში დემოკრატია თუ ოქლოკრატია ვისაუბრებთ დავით გარეჯის თემაზე. ჩვენ ვიცით რომ გამოჩნდა სხვადასხვა